ლაგოდეხის სარწყავ არხზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოს მელიორაციის სამსახურის ინფორმაციით რკინა-ბეტონით მოპირკეთდა მაგისტრალური სარწყავი არხის 1 კილომეტრზე მეტი მონაკვეთი. მოეწყო ჩამქრობი ჭები, აშენდა საფეხმავლო და საავტომობილო ხიდები. სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად დაახლოებით 370 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის პრობლემა აღარ იქნება, ასევე მოგვარდება არხის მიმდებარე არსებული საკარმიდამო ეზოების დატბორვის პრობლემა. სამუშაოები დასრულების ეტაპზეა, ამ მიმართულებით საქართველოში 50 პროექტი მიმდინარეობს. საქართველოს მელიორაცია ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით ქალაქ ლაგოდეხში, სადაც ფაქტიურად დასრულების სტადიაშია ლაგოდეხის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია. დაახლოებით 1 კილომეტრიანი მონაკვეთის მოპირკეთება განხორციელდა რკინა-ბეტონით, ასევე მოეწყო 28 გადასასვლელი, აქედან 18 სამანქანე გადასასვლელი და ხოლო 10 საფეხმავლო გადასასვლელი. აქ ცხოვრობ 11 წელი. და ძალიან ვიყავი დაზარალებული ყველანაირად. რამდენი წვიმა მოვიდო და იმდენი წყალი მივარდებოდა ეზოში, სახლში, დატბორილი მქონდა სულ. მთელი ავეჯი, სულ კედლები, ყველაფერი გაფუჭებული მაქვს. ეხლა რაც ეს არხი გაკეთდა, წყალი მოდის თავის ადგილზე, თლიან ქუჩაზე გაკეთდა თავიდან ბოლომდე, ყველას გადასასვლელები გაგვიკეთეს კარგად და კმაყოფილები ვართ. ყველა ჩემი მეზობელი, ქუჩელი ყველა კმაყოფილია. ხიდები დანგრეული იყო, კანალები დანგრეული იყო. ეს ყველაფერი ჩაასხეს, გააკეთეს, ხიდებიც გაგვიკეთეს, მანქანით გადასასვლელი ხიდებიც გაგვიკეთეს. ყველაფერი გამოსწორდა. წყალს მიეცა თავისი გზა, კალაპოტი, საით წასული.